იმდენად კარგად და სამართლიანად გაუძღვა აი ამ ქუთაისის ცენტრს, ფიქრობთ, რომ ვინაიდან ქუთაისი უფრო ახლოს არის ბათუმთან, ჩვენ ეს ცენტრი დაუქვემდებაროთ ქუთაისის ფილიალს, ვინაიდან აქ რაც მანქანები დაჭირდებათ, უცებ ქუთაისიდან ანი გამოუგზავნის. შემდეგ კვირაში ერთჯერ კიდევ მოაკითხავს, ვინაიდან დიდი ცენტრია და ამას ყურადღება ჭირდება და ზუსტად იგივე ყურადღება ჭირდება ანი რაც თქვენს ქუთაისის ცენტრს. რაც შეეხება, მოდი ერთ რამეს გეტყვით. მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნეს მიუძღვენი და მოვდივარ და მათემ იცის, რომ 1%-ის მოწილე აქ არავინ არ არის, აქ არის ერთი კომპანია, ერთი ადამიანის და ეს ადამიანი ჯერჯერობით მე ვარ და ამას ხელმძღვანელობ. და ხვალ ზეგ აგერ არის ჩემი ძალი, აგერ არის ჩემი შვილი, ჩემი შვილიშვილი და იმედია ამას ჩემზე უკეთესად გააგრძელებენ. მე მინდა სახელი დავტოვო, მე მინდა დასაქმებული ახალგაზრდები დავტოვო, მე არსად არ ვაპირებ წასვლას, ჯერ ახალგაზრდა ვარ. 30 წელი, 40 წელი არსად არ ვაპირებ წასვლას და იმედია ძალიან ბევრ ახალგაზრდას დავასაქმებ და დაგეხმარებით და გასავლით. უყურე როგორ არის. მე ვერ ვიმუშავებ გაბლატავებულ გოიმთან. მე ვიმუშავებ განათლებულ ადამიანთან და ყველანაირ ხელს შეუწყობ, რათა მან მიიღოს ცოდნა, გამოცდილება. აქ აგერ შეხედეთ რა ბიჭები არიან, აი ეს ბიჭები მე ჩემთვის როგორც მათე ისეთია, რატო? მე მაგათ 1000-ნაირ გამოცდას უტარებ. აბა ნებისყოფა რამდენი აქვთ, ნებისყოფა უნდა კონდეს, ტყვილი არ უნდა თქვა და მხოლოდ უნდა ისაუბროთ სიმართლეზე. ადამიანი არასდროს არ უნდა მოვატყუოთ. თუ ჩვენ ერთჯერ ადამიანს მოვატყუებთ, მაშინ ჩვენი სახელი დაიცემა ბოლომდე. მე მინდა გითხრათ, აგერ არის ჩემი შვილი და თქვენ ჩემი ოჯახის წევრები ხართ. დღემდე ისე მოვედი, ადამიანი არ მომიტყუებია. შეგნებული ტყუილი არ მithქვია. ერთი ლარი რო ქვია, ლარი არავისი არ გამომირთმევია და ერთი ლარი არავისი უალი არ მაქვს. და წარმოიდგინე რა პრობლემები გავიარე.